მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ მთელ საქართველოში, პლატფორმებზე იმედი.gr, MyVideo.gr, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის YouTube არხზე, Facebook გვერდზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. შემოგვიერთა კინოლოგი ზვიად ჩიხლაძე და ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, როგორ უნდა მოვუაროთ ოთხფეხა მეგობრებს, რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე სახლში მიგვეყოლება და რა პასუხისმგებლობებზია საუბარი. ზვიად მოგესალმებით, მადლობა გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ოთხფეხა მეგობართან ერთად ცხოვრება მარტივი სულაც არ არის, ხშირად ხდება, როდესაც ემოციურ გადაწყვეტილებას ვიღებთ. თქვენ ვიდრე ეთერში შემოხვიდოდით, ზუსტად ის თქვით, რომ 1 საათში გვინდა მოკლედ ცხოველი და შემდეგ ამ პასუხისმგებლობას სრულყოფილად ვერ ვიაზრებთ. მოლოდინები გვაქვს სხვა და რეალობა დგება სხვა. თქვენი როგორც კინოლოგის გამოცდილებით პირველი ყველაზე მთავარი, ასე ვთქვათ, მომენტი, როცა ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რომ ფაქტობრივად ახალი წევრი გავაჩინოთ ოჯახში, რას უნდა ემყარებოდეს და რა არის აი კატეგორიულად მიუღებელი ამ შემთხვევაში. პირველ რიგში რაც წეგან ვახსენეთ და გადაცემის დაწყებამდე, ზუსტად აი ეს ემოციური ყიდვის მომენტი და ძირითადად ემართებათ ხოლმე ადამიანებს, ვისაც არ აქვთ გამოცდილება. კაცმა იყიდა, მეგობარმა იყიდა და უცებ მივხვდა, რომ ამასაც ჭირდება და უნდა. თორე ვინც გამოცდილი ადამიანია და თქვა რაღაც ძაღლები ყოლია, ყავს ის უკვე, აი მაგალითად ჩვენ მაგალითზე რო ავიღოთ, ყავს ავსტრალიური ნაგაზები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოყვანილები, რაღაც საკუთარ სოციალურ პროექტს ვაკეთებთ, ადამიანებს ვასწავლოთ, როგორ აღზარდოთ ძაღლის სწორად, როგორ ყვებოთ, ქრონიკი მთელი ამბები. რაღაცა თითქმის ამ ძაღლების აყვანის პროცესი წელზე მეტი გაიწელა, რომ ველოდებოდით იმ ნაყარიდან, როგორ იქნებოდა, ტესტავდით, ვნახულობდით და ნუ შემდეგ ხდებოდა უკვე აყვანა, მაგრამ აი როცა ხდება უცებ ეს, რომ აი ძაღლი მინდა და თან მინდა დღესვე, სამწუხაროდ ეს პრობლემა ჩვენთან პირველ რიგში და არა მარტო მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ხარისხიანი ძაღლი არსებობს ჩვენთან ქვეყანაში. რას ნიშნავს ეს რომ ახსნათ ხარისხიანი და უხარისხო სტანდარტი. პირველ რიგში აუცილებელია მაგალითად რო ავიღოთ გერმანული ნაგაზი, კანე კორსო, თან თუნდაც იორკი, ჩეხუახუა, ის უნდა აკმაყოფილებდეს პირველ რიგში ექსტერიერში, არ უნდა იყოს ზომაზე იმ სტანდარტს აცდენილი, ზომით იმ ტოხში შემთხვევაში მოგწონს ხოლმე რომ ძაღლი რაც უფრო დიდი არის, ვითომ უკეთესია, მაგრამ ეს უკვე ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. ასევე ხასიათი ძალიან ბევრი დეტალი არის გათვალისწინებული და როცა უკვე ძაღლი სტანდარტს ხდება და პირობითად რო ავიღოთ მაგალითად კანი კორსოს მაგალითზე ერთი პერიოდი ძალიან მოდაში იყო, ძალიან ბევრს ყავდა და ამ ჯიში სტანდარტი არის მაგალითად ხვადის დაახლოებით 50-55 კილო, ნუ პლუს მინუს რაღაც ცოტა დაშვებულია, შეხვედრია 70-80 კილოიანი კორსოებიც. ხო და თავისთავად უკვე როცა ჯიში აცდენილია სტანდარტს, იქ მარტო ექსტერიერის გარდა კიდე ბევრი რაღაც არის დარღვეული, მაგალითად ჯანმრთელობა. იმიტომ შიდა ორგანოები თავისთავად დიდია, დატვირთვას ვერ უძლებს, სახსრები ვერ უძლებს და უკვე ხვდებით ამ პრობლემას და ადამიანები კიდე რატომღაც პირიქით მიდრეკილები ვართ, რომ რაც შეიძლება დიდი უნდა იყოს, რომ რაღაცა მოგწონს და ხო, თუმცა ტრენდული არის ასევე მეორე უკიდურესობა, რაც შეიძლება მინიატურული უნდა იყოს. ეს ძალიან დიდი შეცდომა არის. არ შეიძლება ახლა მაგალითად ხშირად ხვდები ხოლმე, რომ მაგალითად მე მყავს ახლა სტანდარტი იორკი, რომელიც დაახლოებით 3-დან 3 კილონახევრამდე მერყეობს. მინახავს იორკი, რომელიც არის 900 გრამი, 800 გრამი, კილო 200 და რატომაც აი მაგითანც მივდივართ პატარა ჯიშებში, რაც შეიძლება იყოს პატარა. ესიც არ შეიძლება, იმიტომ რომ თავისთავად იმას ვიზუალის მოცულობა ძალიან პატარა აქვს, შეიძლება სადღაციდან გადმოხდეს, შემთხვევით ფეხი დავადგათ, რაღაცა მოხდეს და დაზიანდეს და კიდე მეორე უკიდურესობა არის, მაგალითად ავიღოთ ეძებენ ხოლმე მინი იორკს და მე მინის კიდე მინი იორკიც ყოფილა, რომელიც უკვე რამდენი გრამია არ ვიცი და უკვე თავისთავად ეს იწვევს პრობლემას და ამიტომ არის რომ ყოველთვის ძაღლის აყვანის დროს ჯობია რომ შევეკითხოთ გამოცდილ ადამიანს, მომშენებელს, კინოლოგს, მივიდეთ ფედერაციაში და გავიაროთ. კარგით, მაშინ თქვენ როგორც გამოცდილ ადამიანს კითხავთ, ახლა ის ადამიანები, ვინც გვიყურებენ ან გვისმენენ, რაღაც ნაწილი შეიძლება ფიქრობდეს ოთხფეხა მეგობრის აყვანაზე და როგორ უნდა ავირჩიოთ ძაღლი სწორად
თავისი თქვა ჯიშით, ზომით, ხასიათით, ენერგიით. ალბათ ამ შემთხვევაში თქვა ჩვენი რეალობიდან უნდა გამოვიდეთ, ხო? ვისთვის აყვავს, სად უნდა იცხოვროს ამ ცხოველმა? რამდენად ხშირია თქვა ისეთი შემთხვევები, როდესაც ვიაზრებთ ყველა ამ შეკითხვას, რომელიც არ არის უბრალოდ შეკითხვა და აზრიანი, ასე ვთქვათ, პასუხი და შემდეგ უკვე მოქმედება ჭირდება, თუ მაინც რაღაცნაირად არის დამოკიდებულება, რომ ცხოველი, რა ვიცი, დეკორატიული მნიშვნელობის არის მაგალითად. ძირითადად მოკლედ ასე ხდება რა. ვიღაცა სჭირდება ტერიტორიის დასაცავად, ვიღაცა სჭირდება რომ უხეშად რო ვთქვათ იმარიაჟოს და ვიღაცას აჩვენოს რომ მაგარი ძაღლი ყავს და ნუ ვიღაცას უნდა უბრალოდ პატარა საყვარელი გუნძგლიანი ძაღლი, რომელსაც რაღაც კიკინებს გაუკეთებს და ატარებს და ივლის თავისთან ერთად. აი ზუსტად ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რამდენად გვაქვს ფინანსური შესაძლებლობა, რამდენად გვაქვს დრო, იმიტომ რომ შეიძლება მოგწონდეს რაღაცა კონკრეტული ჯიში, მაგრამ ჩვენ ცხოვრებას არ ესადაგებოდეს მაგალითად მალინოა, რომელიც არის ზეაქტიური ჯიში, ჭირდება სპეციალური პირობები, დღეში ჭირდება რამდენიმე საათი ზამთარზაფხულ წვიმაში, ყინვაში, თოვლში არა აქვს მნიშვნელობა, ჭირდება ფიზიკური დატვირთვა, ასევე ჭირდება ვარჯიში და ჩვენ როცა ამ ჯიშის ეკვე აყვავს და ცხოვრობთ პირობითად ორ ოთახიან სახლში, იქ წარმოუდგენელია, რომ ამ ძაღლს შეუქმნათ ის რაც ჭირდება და მე უკვე იწყება პრობლემები. ანუ პირველ რიგში ისე მივდივართ იქამდე, რომ ჯობია, რომ თქვა მოვიკითხოთ, კარგად გამოვიკვლიოთ, ვისაც ყავს, მასთან გავიაროთ კონსულტაცია და ეხლა ჩემთანაც ხშირად არის ხოლმე, რომ თქვა მეუბნებიან, რომ ესა და ეს ჯიში მინდა და ნუ ბოლოს როცა ლაპარაკს ვასრულებთ, ხვდებიან, რომ იმ ადამიანს ძაღლს საერთოდ დაჭირდება. ხშირად ყოფილა რომ თქვა მივსულ ვარ და ხდება ძალიან მაგრად მოწყობილი ეზო, სარწყავი სისტემები, ნერგები, აუზები, რაღაცები და ყავთ ისეთი ძაღლის ჯიშები უნდათ, რომ იმ ეზოში ძაღლის ყოლა წარმოუდგენელია, იმიტომ თავისთავად ცხოველია, ერთობა ხან ნერგი გააფუჭა, ხან ამოთხარა, სხვათა შორის ერთს მოვიდა, ჩემ კარგად ნაცნობს არ დამიჯერა და ძალიან რამდენიმე 10,000-ობით ზარალი ნახა, მთლიანი სარწყავი სისტემა მოიღეს პატარა ძაღლებმა და დაარბენინებდნენ ეზოში და მოკლედ აი რამდენად გვაქვს დრო და თავისთავად იმიტომ საკმაოდ დიდ ფინანსებთან მიდის, ამიტომ ვერ ვაჭმევთ იმ ძაღლს ჩვენ საკვებს და თავისთავად დაბალხარისხიან საკვებს და თუ ზარმაცი ადამიანები ვართ მივადექით ხო ამ მნიშვნელოვან თემას, ესე იგი შევარჩიეთ, გვირჩიეთ, მოვარგეთ ჩვენს ვთქვათ ინტერესებს, რეალობას და შემდეგ უკვე რა პასუხისმგებლობები დგება, ანუ რა უნდა ვიცოდეთ მის მოვლაში რა იგულისხმება, მხოლოდ საკვების დაყრა არა ალბათ თავისთავად ხვდებით რომ მას დაჭირდება ექიმი ვთქვათ, მოვლა ჰიგიენური აი ამ ნორმების დაცვა ასევე არის ერთ-ერთი ვთქვათ გამოწვევა როგორც წესი ხოლმე. პირველ რიგში ლეკვი უნდა ავიყვანოთ აუცილებლად სანდო მომშენებლისგან, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გამოგვატანს ერთი თვის ლეკვს იქიდან და არ გეტყვის რომ ზოგადად ადამიანებს ესეთი მიდგომა აქვთ ხოლმე რომ უნდათ რაც შეიძლება პატარა იყვანონ რომ მე თავის ჭკუაზე გაზარდონ ოღონდ არც იციან რა შემდეგ რა ჭირდება. ეს სწორია? არ არის სწორი. მინიმუმ 8 კვირის უნდა იყოს ლეკვი, ნუ დიჯიშებში არის 12 კვირამდე მომშენებელთან უნდა გაჩერდეს რომ ეს ეტაპები იქ თავის დაძმებთან და დედასთან ერთად და მომშენებელთან ერთად გაიაროს. ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ როცა პატარა ლეკვი მოყვავს, ჩვენ ხვდებით მისთვის მაგალითი, ბაძავს ჩვენ მაგალითად სადაც ჩვენ გვიყვარს ჯდომა იქ ჯდება, სადაც როგორ ჩვენ წვევით ისე ცდილობს რომ დაწვეს და ჩვენ ხვდებით მაგალითები მისთვის და იმ ცხოველურ ეტაპებს ტოვებს და შემდეგ უკვე პრობლემას ქმნის. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რომ აუცილებლად მოშარდავს სახლში, მოისაქმებს, კედელსაც გააფუჭებს, ყველაფერს ჩაიდენს ის ჩადენაც წარმოგვიდგენია თუ არ წარმოგვიდგენია და ამისთვის უნდა ვიყოთ ახალი რემონტი რომ გაქვს გაკეთებული განსაკუთრებით შთამბეჭდავია ყველაფერი. კი და შემდეგ არის ხოლმე რომ აბრალებენ ლეკვს რომ არის უზრდელი, არის აქტიური, არის ასეთი და არაფერ შუაში არ არის ის. ანუ მას უნდა მივცეთ აუცილებლად სწორი მიმართულება, სახლში მოყვანის დროს უნდა გქონდეს მისთვის შემოსაზღვრული რაღაც კუთხე, სადაც ჩავსვამთ და იქ ექნება მისი დასაძინებელი სივრცე, წყალი, საკვები და ეცოდინება რომ ეს არის მისი ტერიტორია და არ აქვს უფლება რომ მთელ სახლში იაროს და სადაც უნდა იქ მონიშნოს ტერიტორია და გააფუჭოს რაც ნივთები. კეთილი, ავიყვანეთ მოკლედ, აღმოჩნდა რომ გადასარევად ვგრძნობთ თავს, მეგობრობთ და ნუ ახლა
ამბობენ რომ აი მადა მოდის ჭამაში და შესაბამისად მოგვინდა რომ მეორეც ავიყვანო. თქვენ შემთხვევაში ძალიან საინტერესო მომენტია. ერთი პატარა ჯიში გყავთ და მეორე დიდი. ეხლა ამათი ურთიერთობა ერთად და ამათი ხასიათების შეთანხმება როგორ ხდება? ანუ რა უნდა გავითვალისწინოთ იმ შემთხვევაში თუ უკვე ერთი გყავს და ახლა მეორე შემოყვანაც გვინდა? კი, არ არის მარტივი ამბავი. ხშირად უშუალოდ ხოლმე მაგ შეცდომას და მე რაღაც ფატალურ შედეგებამდე მიდის ხოლმე რომ მე უწევთ ან ტერიტორია უნდა გაყონ და ცალ-ცალკე იცხოვრონ. ეხლა მაგალითისთვის რო ავიღოთ ორი ხვადი ძაღლი ერთად. სულ რომ ერთად იყვნენ გაზრდელები და მით უმეტეს თუ დომინანტი ჯიშები არიან, მაგალითად დობერმანი იქნება, როტვეილერი იქნება თუ სტაფი, აუცილებლად მოძდით რაღაცა ეტაპზე კონფლიქტი და ხშირად სულად მთავრდება ხოლმე. ოღონდ ეს კონფლიქტი ხშირად არის ხოლმე რაღაცა კონკრეტული თქვათ საკვების გაყოფაზე, ნივთის გაყოფაზე, ან თუნდაც პატრონის ყურადღების გაყოფაზე. ამ შემთხვევაში ყოველთვის ჯობია საპირისპირო ფესის ავიყვანოთ ზუდახვადი, თუ ეზოიანი სახლი გვაქვს, თქვათ უკეთესი და თუ თქვათ ბევრი დრო არ გვაქვს, კარგად თამაშობენ, ერთმანეთს კარგად ღლიან და რაღაცა იმ დანაკლის უსებენ, მაგრამ არ არის თავისთავად ადვილი, იმიტომ რომ მარტო ის არ არის, რომ აი რაღაცა კონკრეტული ჯიში მოგწონდეს. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რამდენად დომინანტი ტიპი არის საყვანის დროს, რომ შეიძლება ოჯახის სხვა წევრებთან შექმნას პრობლემა, იმიტომ რომ ძაღლები ცხოვრობენ ხროვის პრინციპით. ხა ისინი ვერ აღვქვამენ როგორც ადამიანებს, ჩვენც ხროვის ნაწილი ვართ. თქვენც ყავდათ ძაღლი და ალბათ გეცოდინებათ, რომ ოჯახის ყველა წევრთან სხვადასხვა დამოკიდებულება. კი ბატონო. ვიღაცი შეიძლება ეშინოდეს, ვიღაცა ძალიან უყვარდეს და იმას ყველაზე მეტად აწვალებდეს და ძირითადად აწვალებენ ხოლმე პატარა ბავშვებს და უფრო ასაკიან ადამიანებს ოჯახში, იმიტომ რომ თვლიან რომ თვითონ უფრო მაგარი ტიპები არიან და გაზდით მოკლედ რაღაცეები და აი ზუსტად ვლაპარაკობდით კიდევ ერთი ყველაზე დიდი შეცდომა რაც არის, არასდროს არ უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი 4 ფეხა მეგობარი კონკრეტულად ძაღლზე ვამბობ, სხვა ცხოველებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, არ უნდა ვცადოთ მისი გაადამიანება. შედარება რომ აი რაცა კი ბატონო. ხო, აი ძალიან საინტერესო თემას მივადექით. თქვენ თავად ახსენეთ, რომ ბევრი ცხოველთან ურთიერთობს, იმიტომ რომ როგორც თქვენ თქვით, იმარიაჟოს, გაერთოს, არ ვიცი, გაუკეთოს კიკინები, ჩააცვას ესა თუ ის სამოსი, აქ მოდის ტენდენციების გასთვალისწინებელია, მარტო ეს ხო არ არის, ხო? ხო, ტრენდები არის მათთვის ძალიან დამახასიათებელი, მოკლედ მაგრად ერთობიან. აი ეს რამდენად მისაღებია, ვთქვათ და ორგანულია თავად ცხოველისთვის. დისკომფორტი არის ნებისმიერ სიტუაციაში, მაგალითად ცხოველი, სადაც თქვა ცხოვრობს სახლში და ჩვენ დაგყავს ყველგან, ხო? კი ეჩვევა, გადის სოციალიზაციას, მისთვის ნაცნობია ეს ადგილი, მაგრამ მაინც ყოველი აი გაყვანა, სადღაც წაყვანა, წამოყვანა მისთვის არის სტრესი. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა პატარა ძაღლი, რომელიც სადღაც მიყვავს და ქუჩაში გაჩერებთ ყველა ეფერება, უღებს ფოტოს, უღებს ვიდეოს, ეძახის, ცდილობს რომ ეთამაშოს. ხა იგივე არის, რომ აი მაგალითად ჩვენ გავიდეთ საერთოდ უცნობ ადგილზე და ქუჩაში გამვლელმა ყველამ დაგვიწყოს თამაში, მოგიდოს ხელი, გადაგვიღოს ფოტო, ანუ ძაღლები ამას კიდევ უფრო მძაფრად აღიქვამენ და თავისთავად დისკომფორტი არის მათთვის და ეს დისკომფორტი არ უნდა შეუქმნათ, იმიტომ რომ ჩვენ მოგწონს და რაღაცა გვინდა რომ ასე იყოს. გაწვრთნაზე მინდა ვისაუბროთ. ნუ მეცნიერები ამბობენ, რომ გარკვეული ვთქვათ რაოდენობა სიტყვები შეიძლება მათ დაამახსოვრებინო, ამოიცნონ ვიზუალურად, მხედველობითი მეხსიერება აქვთ, მენითი და ნუ ბევრი ახალი მიგნებებია. აი გაწვრთნის პროცესი რო ახსნათ, რას ითვალისწინებს, ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რაზე უნდა რეაგირებდეს, ეს არის სახელით მიმართვა, ვთქვათ, იცნობდეს ვინ არის პატრონი, ვთქვათ, როდის უნდა მიხვდეს, რომ განგაში უნდა ატეხოს, რა ვიცი, მაინც 4 ფეხა მეგობარი და მინიმუმ დაიყეფოს. აი ეს წვრთნაში მოდის ისწავლება. ეს არის თან გენეტიკურადაც თანდაყოლილი ხოლმე, თუ თქვათ, მაგალითად არის მუშა ძაღლი, რომლის წინაპრები და მშობლები, ბებია-ბაბუები რაღაც კონკრეტულ დავალებებს ასრულებდნენ თავისთავად, თუ გაგვიმართლა და ლექვსაც დაყვა ის გენეტიკურად, მერე ძალიან ადვილდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, რომ არ ვიცი უჯერებენ მეზობლებს, მეგობრებს, სხვადასხვა ადამიანებს და მაგალითად ჩემთან ხვდებიან ხოლმე ძაღლები, რომლებიც არიან უკვე 1 წლის, 2 წლის, 8 წლის ძაღლიც
რომ აი უკვე გაუსაძლესი ხდება მათთან და იმ რაღაცა ეტაპებს ტოვებთ. თავისთავად სახელზე უნდა რეაგირებდეს, უნდა იცოდეს გაჩერდი, გვერდით შეერნობა, რაც დაყრილი ნაგავი რო არ ჭამოს. ეს რაღაცები და ამას ეძახიან ხოლმე ელემენტარულ რაღაცებს, მაგრამ ძალიან რთული არის ეს ელემენტარული კი არა, ხშირ შემთხვევაში მოდიან ძაღლები, რომელმაც საკუთარი სახელიც არ იციან, რომ ეძახი ძაღლს საერთოდ რეაქცია და რეაგირება არ აქვს და ისევ მივდივართ სოციალიზაციამდე. თუ ძაღლი არ არის სოციალური, არანაირ წვრთნას არ აქვს აზრი, იმიტომ რომ ერთ-ერთზე მშვიდ სიტუაციაში ყოველთვის გვიჯერებს, მაგრამ შემდეგ როცა ცოტა ის ქაოსური სიტუაცია არის, იქ იბნევა და იქ უკვე ვეღარ ხვდება რა გაარკვიოს და ყოველთვის ამას ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ ყველაზე დიდი ყურადღება მიაქციეთ სოციალიზაცია, სადაც ივლით ატარეთ, იმ ადგილზე ავარჯიშეთ, მხოლოდ ის არ არის, რომ აი გამოვიყვანოთ და სადღაც წავიყვანოთ. მარტო წვრთნა რას უშველის, თუ ბუნებამაც თავისი როლი არ შეასრულა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ვხვდებით. თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ თქვათ თითქოს პატრონი არ აკლებს არაფერს, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ნუ ბოლომდე ის შედეგი არ აგვაქვს, ან საერთოდ არ აგვაქვს ის შედეგი, რაც რეალობაში უნდა იყოს. ამას რითი ვხსნით? ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ასეთი ამბავი, იმიტომ რომ ადამიანები მაგალითად ჩემთან როცა მოყავთ ძაღლი, ყოველთვის ვეუბნები, რომ ამ ძაღლის წვრთნას მე ვერ დავიწყებ დღეს ხვალ და ზექ. ამ ძაღლთან მჭირდება მე რომ ჩამოვაყალიბო ურთიერთობა, ამას ჭირდება დრო. როცა დავიწყეთ პროცესს, მე გეტყვით დაახლოებით ამ ძაღლის რამდენი თვე დაჭირდება, გამოვარამე, არ გამოვა, მაგრამ ყველა ჩქარობს რატომ. გონიათ ხოლმე რომ აი სოციალიზაციის პროცესი მაგალითად როცა ძაღლი მოყავთ და ამ ძაღლს ეშინია სხვა ძაღლების ყეფის და ვიწყებთ ამის შეჩვევას და შეგუებას, აღიქვამე ხოლმე არასერიოზულად. მირეკავენ და მეუბნებიან ყოველდღე რომ აბა დღეს რა ისწავლა, ესეც არასწორი ფორმულირება არის. გამოლოდინი აქვს ხოლმე, აი რა უნდა ისწავლონ, ლექსის თქმა უნდა ისწავლონ. ნუ მოლოდინი აქვს, რომ მოკლედ ყველა პატრონისთვის თავის ძაღლი არის ყველაზე ჭკვიანი. ხო. ეს ასია და ამას ხო, მაგრამ იქ უკვე შვილის თემაა დაახლოებით. როცა მივიდივართ ყველას თავის შვილი უყვარს. სერიოზულ ამბებამდე რომ რაღაცების სწავლება გვჭირდება, ხშირად არის რომ ძაღლს არ აქვს იმის რესურსი და მეც ვერ მოყვება და ამის ახსნა ძალიან რთულია ხოლმე პატრონისთვის, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდო ისე რომ მე რაღაცა კონფლიქტი არ შემოვიდეს და რაღაცა ესეთი. დაახლოებით რა დრო ჭირდება ამ წვრთნას? და ერთხელ რო გავწვრთნით, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება გაწვრთნილია და გვიჯერებს და გვემორჩილება. არ ნიშნავს მაგას, ძაღლის სანამ ცოცხალია, ყოველთვის ჭირდება ვარჯიში, ყურადღების ქვეშ ყოფნა, დისციპლინა და აბსოლუტურად ყველა ეს პირობა, რაც იმას ნორმალური ცხოვრებისთვის ჭირდება, რომ დამჯერი იყოს და ქუჩაში რაღაცა თუნდაც ან სახლში რაღაც არ მოხდეს. პერიოდს გააჩნია თვითონ ძაღლს ჯიშს და მოთხოვნებს. საშუალო პერიოდი ლეკვებში არის ხოლმე 4-დან 6 თვემდე. თუ ძალიან თქვა რაღაც ისეთ ასაკში არ ყავთ მოყვანილია თქვა 7-8 თვის როცა უკვე ის გარდატეხის ასაკი იწყება და დიდ ძაღლებში რა თქმა უნდა უფრო დიდხანსაც გრძელდება ხოლმე და თვითონ კურსი დამოკიდებულია პატრონის ჩართულობაზე. ხშირ შემთხვევაში არის რომ ძაღლს მომიყვანენ 2-3ჯერ ჩამოაკითხავენ და ნუ შემდეგ თვეები ქრებიან, იმიტომ რომ ასწალიათ იციან რომ ძაღლს არაფერი არ აკლია და მე გამოდის რეალურად რომ ძაღლი მიჯერებს მე და არ უჯერებს პატრონს. და მომსახურე ძაღლების შემთხვევაში მაგალითად რო ავიღოთ მალინოა, გერმანული ნაგაზი, რომელსაც ეს დაცვის ფუნქციები აქვს, ამასაც ჭირდება სწორი სწავლება. ეს არ ნიშნავს, რომ მაგალითად ყავს გერმანული ნაგაზი და აუცილებლად დაიცავს ეზოს. ჩემ მეგობარს დავესესხები სიტყვებს, კაი რაღაც მასწავლა, ყველაზე კარგად იცავს სიგნალიზაცია და ვიდეო კამერა ეზოში. იმიტომ რომ მუშა ძაღლების რეკლამად ჩათვლა არის. ზვიად, კიდევ ერთი საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, კასტრაცია, სტერილიზაცია. რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ამ მეთოდს და თქვათ ვადები როგორია, რო ვიცოდეთ? ამ შემთხვევაში კასტრაცია, სტერილიზაცია თან ახლა უკვე მომავალ წლიდან კანონით შემოდის და ძალიან კარგია, ყველას არ უნდა ქონდეს ძაღლის გამრავლების უფლება, იმიტომ რომ გამრავლებელი ერთია, რომელიც ამ საქმიანობით არის დაკავებული და მისთვის არა საინტერესო როგორი გამოვლენ ლეკვები, სტანდარტთან ხასიათი რაღაცები ამბები და არის მომშენებელი, რომელიც წვალობს ამისთვის, იხდის ძალიან დიდ ფულს, რომ ჩამოიყვანოს ძაღლები, ლეკვები აქ აღზარდოს, არის ხოლმე არენდით ჩამოყვანი ძაღლებისთვის, რომელიც ძალიან დიდი თანხა ჯდება, რომ ეს ძაღლები შეჯვარდნენ შემდეგ თავის ძაღლებთან, რომ მივიღოთ კარგი ნაყარი.
და სტერილიზაცია კასტრაციის ამბავი კიდე რაც უკვე კანონში არის ჩადებული, ძალიან კარგად მოაგვარებს ამ ამბავს. რომ მაგალითად ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გვაქვს ფილმი ნანახი, სადაც ლაბრადორი თამაშობს იდეალურად და ძალიან კარგად გვინდა ლაბრადორი და მე აღმოჩნდება, რომ ეს თურმე ასეთი არ არის და ფიზიკურად რო ავიღოთ რაღაც 200 და 300 ლარად ვერ ვიყიდით კარგ ლეკვს, როცა ჭირდება დაახლოებით 10 ჯერ და 20 ჯერ უფრო მეტის გადახდა და ისიც ლატარია, როგორი აღმოჩნდება, არ ვიცით და თავისთავად ეს პრობლემა მოგვარდება, რომ კერძო პირებს არ ექნებათ ესე ძაღლის გამრავლების უფლება. ბოლოს მინდა ვიკითხო მეგობრობის თემაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ძაღლი მართლაც უპირობოდ ყველაზე ერთგული მეგობარია ადამიანის, მაგრამ ეს ურთიერთობა, როგორც ყველა ურთიერთობა, არის ორმხრივი. აი, იდეალური მეგობრობა 4 ფეხა მეგობარსა და ადამიანს შორის სულ რამდენიმე სიტყვით რაში გამოიხატება? პირველ რიგში უნდა გქონდეს დრო, რომ დაუთმოთ დრო ჩვენ საყვარელ 4 ფეხა მეგობარს და ამ დროის დათმობით უკვე გვარდება ყველაფერი. იქ გვაქვს გასეირნების დროც, მოფერების, ახალისების, თამაშის და ყველაფრის დრო აბსოლუტურად. თუ დრო არ გვაქვს, რაც არ უნდა ძალიან გვიყვარდეს, უკვე იკარგება ის ემოციური კავშირი პატრონს და ძაღლს შორის და ნუ მე უბრალოდ ყველა ცხოვრობს თავისთვის ოჯახში და რეალურად ეს ძაღლი შემდეგ ქმნის პრობლემებს, იმიტომ რომ სახლში მოვდივართ იმის მაგერად რომ ძაღლს შავაბად თოკი გავიყვანოთ, ვასეირნოთ, ვეთამაშოთ, ხდება რაღაცა გაფუჭებული. მოკლედ, რო ვთქვათ ესე რო შევაჯამოთ, ძაღლმა თუ გინდა რომ პრობლემა არ შეგვიქმნას, უნდა დაუთროთ დრო და უნდა დავღალოთ. კარგი ძაღლი არის, დაღლილი ძაღლი, რომელიც არ აფუჭებს არაფერს. კი ბატონო, თუმცა გააჩნია დაღლაში ვისთვის რა არის, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცნობთ თქვენს იორკს, პოპულარულია, მე მგონი ჩვენ თანამშრომელია იმედის უკვე და ისე თქვენად იქცევა ფაქტობრივად ძინავს ეთერების დროს, რომ რა შემთხვევაში უნდა დაიღალოს ეს, ცოტა ვერ ხვდები ხოლმე, ალბათ მაინცში. ემოციურად იღლება, მართლაც ემოციურად იღლება, იმიტომ თავისთავად უწევს დიდ გზაზე მგზავრობა ქალაქში. მაგრამ ჭკვიანად იქცევა, თქო, კარგად არ იგე. იქცევა, ამან იცის რომ ხო საზოგადოებაში ცუდად არ უნდა